მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობას მოაქვს სტაბილური განვითარება, წინსვლა, ეკონომიკური ზრდა. სწორედ სამშვიდობო პოლიტიკა მოუტანა საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სტაბილურობა. დამსახურებულ და საპატიო ადგილს იკავებს ფინანსების გლობალურ რუკაზეც. ქართული ოცნების ამგვარი მიდგომის და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებით მიმდინარე კვირაში დედაქალაქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. თბილისი 2 დღის განმავლობაში გლობალურ ინტერესთა ცენტრი იყო. ჩვენმა ქვეყანამ რიგით მეხუთე აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლა. 73 ქვეყნის 3000-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი საქართველოს საგანგებოდ ეწვია. ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები, მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პოტენციური ინვესტორებისთვის გაცნობა. ეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელთა მიზანიც ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი უცხოური კაპიტალის შემოდინების სტიმულირება იყო. აბრეშუმის გზის ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა და თქვა მთავარი რამ, რომ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამის დამსახურებაა გაზრდილი მაჩვენებლები და უცხოელი ინვესტორების დაინტერესება. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში, სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს. ეს სლოგანი ამავდროულად ზუსტად ასახავს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ამასთან, საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკაც. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შეასრულებას ბიზნესისთვის. დღეს კავშირები ბევრად უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია, ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად უწყობთ ხელს. მაგრამ 21 საუკუნეში მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება. ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა და ფორუმი. და ეს რომ ასეა, წლევანდელ ფორუმზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. თბილისის აბრეშუმის ფორუმზე ჩვენ ვიხილეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც შემდგარ მშვიდობაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ერთად განიხილავდნენ რეგიონის მომავალს, სატრანსპორტო და სავაჭრო შესაძლებლობებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არა მარტო სომხეთის, ისლამური რესპუბლიკის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს საშუალებით, არამედ მათთან საზღვრების გახსნით. აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენი მიმართულებით საქონლის ბრუნვაზე. ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით. ეს ბარიერები მოიხსნა ირაკლი კობახიძის და ჯომარ კირიმოვის ძალისხმევით. დარწმუნებული ვარ, ტექნიკური საკითხები მოგვარდება 2-3 წლის განმავლობაში უახლოეს პერიოდში და ელექტროენერგიის ქსელიც გაიმართება აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიებზე, ნახჩევანის გავლით და თურქეთთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში უკვე დავაფუძნეთ იმ კონდენციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ის გადაგრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს. აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, ახალ ფორმატში და ახალ ფარმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს,
გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. მშვიდობის მნიშვნელობაზე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება. ქვეყნის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკასა და მზარდ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ჰოლდინგის, ემაარის შვილობილი კომპანიის, Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, რომელიც საქართველოში რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ყველაფერი უკავშირდება იმ დადებით მაჩვენებლებს და იმ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც უკვე ვახსენეთ. 9%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითი და მიზეზია ამისა. ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან. მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია. ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან, რატომ არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას. გავაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს, რესტორნებს, ამ ყველაფრის მიღმა ჩვენი წვლილი მოტივირების კუთხით დიდია. სხვა ინვესტორების მოტივაციას მოვახდენთ. ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია. ახლო აღმოსავლეთი არის ცხელი წერტილი ყოველივე ამის გათვალისწინებით ამ სამეზობლოში ძლიერი საქართველოს, ბრძნული საქართველოს, სტაბილური ხელმძღვანელის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა ჩვენთვის დიდი პატივია. ქვეყანა მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას, გარემოც ასეთია რეალურად ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და მხარი დაუჭიროთ ამ ძლიერ გონივრულ ხელმძღვანელობას ქვეყანაში. კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში 6.5 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს უმსხვილეს პროექტებს გონიოსა და თბილისში. გათვალისწინებულია მინიმუმ 5,000 ადამიანის დასაქმება მაღალი ანაზღაურებით. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში კი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-ის ხელმძღვანელს ალი ალაბარსა და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქურივიშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართული სახელმწიფო იქნება ამ საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი. ასევე მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრე. მადლობა, რომ საქართველოში ჩამობრძანდით. დიდი პრივილეგიაა 2100 დელეგატს უმასპინძლოთ მრავალი ქვეყნიდან. ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი ამგვარი ტიპის ფორუმების მასპინძლობისა. ეს გახლავთ პლატფორმა დიალოგისთვის მთავრობებს შორის, ბიზნესმენებს შორის. ნაყოფიერი დღე გამოდგა. განვიხილეთ მრავალი პრობლემა, მრავალი საკითხები, რომელიც კერძო სექტორს აწუხებს და ასე შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა ფართოდ მიმოიხილა საქართველოში ბიზნეს მდგომარეობა. მინდა შესანიშნავ დიალოგს შევეხმიანო ალაბართან, რომელიც ჩვენი კარგი მეგობარია და ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა 6 მილიარდზე მეტი ინვესტიციით. ეს შესანიშნავი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. მრავალმა კომპლექსურმა წელიწადმა გვიჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება, პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გაამარტივებს ბიზნესის კეთებას საქართველოში. ჩვენი ეკონომიკა იზრდება საკმაოდ სწრაფად, ამიტომ ჩვენ ასეთ შემთხვევებს ვიყენებთ როგორც საშუალებას, რომ ვუჩვენოთ სამყაროს ჩვენი მიღწევები, თუნდაც 9.6 ეკონომიკური ზრდა. თუ შევადარებთ გასული წლის იდენტურ პერიოდს, ეს არის წინსვლა და ამით საქართველო ხდება ლიდერი მთელს რეგიონში. პანელურ დისკუსიებზე საუბარი შეეხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე გამახვილდა ყურადღება. ანაკლიის სპორტი. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამობილიზაციო პროცესები დასრულებულია. მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება და 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს მიიღებს. 2031 წელს არის დაგეგმილი ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, ხოლო 2033 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ოპერირება დაიწყება, რომელმაც საქართველო ევროპულ ენერგოსისტემას უნდა დაუკავშიროს. სახელმწიფომ დაიწყო ინვესტირების განხორციელება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში. ჩვენ შერჩეული გვყავს ბელგიური კომპანია იანდენული იმისათვის, რომ ააშენოს როგორც ზღვის ინფრასტრუქტურა, ასევე დააღრმავოს შესაბამისად ზღვის აუზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე სამობილიზაციო სამუშაოები დავასრულებთ და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. რაც შეეხება უშუალოდ ინვესტორის შერჩევას, ინვესტორთან დაკავშირებით მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჩვენ აღნიშნეთ ვადები, შესაბამისად 2031 წელი დასახელდა სრულ ოპერირებაში შესვლის წლად. აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში პანელ
პანელური დისკუსია გლობალური ვაჭრობის განახლება გაიმართა. პანელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ჰონკონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი და სხვა მაღალი რანგის პირები მონაწილეობდნენ. პანელზე მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირთან. ამასთან ისაუბრა 16 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან და საამიროებთან. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონე, ღია ეკონომიკა, დაბალი გადასახადები კარს უხსნის ინვესტორებს საქართველოში. საქართველოს მზად არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის განვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და აზიისთვის. უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბროთ პოლიტიკებზე თუ რამდენად ვართ მზად ამისთვის. 2014 წლიდან მოყოლებული საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც გვიქმნის შესაძლებლობას ვისარგებლოთ ამ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ ბაზარს, ასევე ჩვენ ამას გარდა ვავითარებთ თანამშრომლობას და პარტნიორობას სხვადასხვა აქტორებთან. თავისუფალი შეთანხმების ფარგლებში და ეს ეხება არა მარტო ჩვენ რეგიონში მდებარე ქვეყნებს, არამედ სოფლიოში სხვა ქვეყნებს. საქართველოს უკვე 16 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს. ჩინეთი, დსთ-ს ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები, საამიროები. რა არის მნიშვნელოვანი, როგორ განავითარა ეს პარტნიორობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან? აზერბაიჯანი, თურქეთი. ეს ორი მეზობელია, ვისთანაც ჩვენ უკვე 10 წლზე მეტია სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს დამყარებული და ეს უკვე დამატებით ღირებულებას ძენს შუა დერეფანს, რადგან ტრანსპორტის დაკავშირებადობის საკითხთან არის დაკავშირებული. ასევე სომხეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენს რეგიონს დამატებითი ფასეულობა ემატება ამის ფონზე. მინდა მივულოცო შესანიშნავ ღონისძიების ორგანიზატორებს ქალბატონო მაკამე ბევრჯერ შეგხვედრივართ პარლამენტში მუშაობისას, სწორედ არჩეული პირები, არა სამთავრობო ორგანიზაციები, არა სამეცნიერო, ანალიტიკური ორგანიზაციები, არამედ სწორედ ეს არჩეული ადამიანები იბრძვიან თავიანთი ქვეყნებისთვის და სწორედ ეს გააკეთა ქალბატონმა მაკამ. ასე შევხვდით ევროპარლამენტში და ჩვენ როცა შევხვდით, განვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, ის თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის რა გამოწვევებია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ და რა არის მნიშვნელოვანი თანამდებობებზე მყოფები. ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია დაიწყოს ომი და ვისაც ასევე შეუძლია დაამყაროს მშვიდობა. დღე მეორე. თბილისი კვლავ ყურადღების ცენტრშია. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში. ისტორიაში პირველად გაიმართა თბილისის ფინანსური სამიტი. სამიტის მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები. საქართველოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის ხელშეწყობა იყო. სამიტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. მან ისაუბრა გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაზე წინ არის. საპატიო ადგილი უჭირავს გლობალურ რუკაზე, რის გამოც უცხოელი ინვესტორების დაინტერესება ქვეყნის მიმართ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას. შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი. ქართული ბანკებიც აფართოებენ საქმიანობას რეგიონის ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი იქცა სასურველ ინვესტორად რეგიონის ეკონომიკაში. ტრადიციული საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ფინტექ სექტორის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციების განვითარება. ჩვენ მივესალმებით ამ სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს და უცხოურ კომპანიებს. ჩვენი ბაზარი ღიაა თქვენთვის.
ფინანსური სამიტის მონაწილეებს მიმართა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ყურადღება საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. დღეს გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს სტრატეგიული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შეასრულებას, რომ საქართველოს ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. თბილისის ფინანსური სამიტი ხელშეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგცემს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. სამიტზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანმა ფუნქციამ შუა დერეფანში და ისეთი მაღალპროდუქტიული დარგების განვითარება, როგორებიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, სატრანსპორტო სერვისები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას. საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას. აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში. ეკონომიკის მინისტრმა ქართულ საბანკო სექტორზე ისაუბრა, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. მარიამ ქრივიშვილის თქმით, სახელმწიფო აქტიური პოლიტიკით ხელს უწყობს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართულ საბანკო სექტორს, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსებს. რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომით და აბალანსებს როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. კანონმდებლობის და რეგულაციების გარდა, ჩვენი აქტიური პოლიტიკით ხელს ვუწყობთ ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი ხელსაყრელი სპეციალური საგადასახადო რეჟიმით 2019 წლიდან უკვე 180-მდე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს 5%-იანი მოგების და საშემოსავლო გადასახადით. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებებით კი ინოვაციური სტარტაპები შესაბამისი სტატუსის მინიჭებისას 3 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს. გაიმართა პანელური დისკუსიებიც. სამიტის მონაწილეებმა განიხილეს უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
თბილისის პირველ ფინანსურ სამიტზე დასწრება ერთდროულად დროულიც და შთამაგონებელიც იყო. საქართველოს ამბიცია გახდეს ნამდვილი ფინანსური ჰაბი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. ამაღელვებელია და სამიტი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონი ციფრული ფინანსური ტრანსფორმაციისთვის. სამიტი ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ ფინტექის შემდეგი დიდი თავი დაიწერება ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისი. Ent International-ის მსგავს მონაწილეებთან თანამშრომლობით ეკოსისტემის გასავითარებლად. საქართველოს ბაზარი უმჯობესდება განსაკუთრებით თქვენი ფინტექ საზოგადოება და ზოგიერთი ფინტექ კომპანია, რომლებსაც აქ შევხვდით, საკმაოდ პროგრესულები არიან, ისინი ფიქრობენ ახალ შესაძლებლობებზე, ასე რომ ბაზრის ეკოსისტემაც იზრდება, ასე რომ თქვენ გყავთ შესანიშნავი ცენტრალური ბანკი, გაქვთ მზარდი ეკონომიკა და ვფიქრობ ამ კომბინაციით მე ნამდვილად ვხედავ საქართველოს როგორც ბაზრის ლიდერს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბევრი იმუშავა, რომ რეგულაციები უცხოური ინვესტიციებისადმი ხელშემწყობი ყოფილიყო. უზრუნველყო ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა. ახლა კი თქვენ ხედავთ ჭეშმარიტ კულმინაციას, ბაზარზე ინვესტორების და ახალი ბიზნესების შემოსვლით. ხედავთ, რომ მრავალ მილიარდდოლარიანი კომპანიები აქ ოფისებს ხსნიან. ასევე სილიკონ ველის უმსხვილესი ვენჩურული კაპიტალის ფონდები ინვესტიციებს დებენ ბაზარში. ჩვენ ცენტრალური ბანკი მზად ვართ ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის პოტენციური განვითარების კუთხით. ვფიქრობთ ასევე რეგიონულ განვითარებაზე. ამიტომაც ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ვცდილობთ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე არაერთ ფრონტზე, მათ შორის ციფრული აქტივებისა და ფინანსური რეგულაციების მიმართულებით. აბრეშუმის გზის ფორუმი პირველად 10 წლის წინ გაიმართა. ყოველ წელს ფორუმში მონაწილეობას გამორჩეული მაღალი რანგის სტუმრები იღებენ. ინვესტიცია დაკავშირებადობაში, ზრდა სტაბილურობაში. წლევანდელი ფორუმის სლოგანი იყო: აბრეშუმის გზის შემდეგი ფორუმი 2 წლის შემდეგ გაიმართება.